დაგხრიტეს ბატონო. ეს უკვე ჩვენთვის მიუღებელია რა, ამ ხელა გადასახადები რა უჭირს ხალხს. როგორ აისახება დენის გაძვირება ჩვენ ცხოვრებაზე? სულდად აისახება რა თქმა უნდა და აისახება გაჭირებული ხალხის სულზე. აბა გულიანი ხალხი ვერ ზნობს მაგას. ზნობს ისევ გაჭირებული ხალხი, ხო? სამართლიანია ისა? შენ მილიარდებს შევლიდი და მე ასყა გროშები მაქვს, ის სამომიღო და შეერი დამტოვო. არის თუ არა განმარტებული თქვენთვის და ახსნილი რატომ გაიზარდა ეს ტარიფები? არა ბატონო, ჩვენთვის განმარტებული არაა, მაგრამ ზოგადად მე ვერ ყვევი რომ რატომაც არის ამ მდგომარეობაში ხალხი. რატომ? არჩევანი არასწორად გავაკეთეთ ბატონო. რას გულისხმობ? ანუ ხმა მივეცით და უშედეგო. ფიქრობდით რომ ყველაფერი გამარტივდებოდა და უფრო ნაკლები გადასახადი გვექნებოდა, მაგრამ რა ვქნათ, ასე მოიმატა ყველაფერმა. კარგად სანდებოდა. ანუ უცნობის მხარდაჭერასნანო? რა თქმა უნდა. ძიხდით თქვა თვეში დენის გადასახადს თუ გაახსოვთ და რამდენი გამოგივათ ახლა ის თუ გაიანგარიშეთ? 30%-ით გაიზარდა თანხა და ახლა 40 ლარს თუ ვიხდიდი, გადავიხდი 55 ლარს. 20 ლარი გამიზარდა პენსია და ტარიფი გამიზარდა 5 თეთრი. 50% და პენსია გამიზარდა 20 ლარი. 20 ლარი არის 1%, 1.5% და ის გამიზარდეს 30%. შესაბამისად პროდუქტებზე ფასები გაიზრდება იმ 30%-ით და რაზეც რუნავს ოცნება და ივანიშვილი რა გამოდის? ეგ არ ვიცი ახლა ვირაზე ზრუნავს, ყველა თავის სახელზე და ხელისუფლებაში ყოფნაზე ზრუნავს, მაგრამ ხალხზე არ ზრუნავენ? ხალხზე ზრუნავს, ფასების და მარტო დედი ყველაფერი გაძვი და ბენზინი, იგინი ყველაფერი გაძვი. რასთან გვაქვს საქმე? თავრობასთან. შექმნეს კომისია პარლამენტში, რომელიც მუშაობს საკვები პროდუქტების ფასებზე. გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ გაიაფებს ეს კომისია ფასებს? ყველაფერს დაჟე მე ემატება. დაჟე ყველაფერს ემატება, კი არ გაეფება, ემატება. რატო ფიქრობთ რომ ვერ შეასრულებს ოცნებამ თავის დაპირებას? თავრობის ბრალია, თავრობა თუ უკნა ყველაფერი გაეფება. ასრულებს ისე ოცნება თავის 20 დაპირებას. ლარი პენსიას დეემატალა. 20 ლარი რაშველისო მაგერს ინათლეს და გაზ და ბენზინს ნენო. 240 ვეყულობდი და 260. დრაში ყოფნით ახლა თქვენს პენსია? სამლებში და სიგარეტში არ ყოფ. და საკვებისთვის თანხა აღარ გრჩებოთ საერთოდ, ხო? არა. რაზე არის ორიენტირებული მთავრობა და ქართული ოცნება თქვენი რა აზრით? ვიცი, ახლა არ შემაგინებიო მაგინზე წევეძევე. შექმნილია ერთგვარი კომისია პარლამენტში, რომელიც მუშაობს ამ ფასების კლებაზე. გაქვთ მოდით რომ გაიაფთება საკვები პროდუქტები საქართველოში? სამეთრე მაღაზია მესოს ლაპარაკი და არაფერი არ გაიაფებულა, ყველაფერი ძვირდება და ახლა წამლების ფასებსაც ისწავლიან, ვითომ არ იციან საქართველოში რა ხდება. ანუ კიდევ უფრო გაძვირდება ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა. საწავლო. რა გამოსავალს ხედავთ? ბიზნესი არ იზარალებს. ბიზნესმა შეიძლება იმ ყველა ფასდამატი რაღაც პერიოდი იზარალოს, მაგრამ მერე გაასწორებს იმ ბალანსს და მithumetes სხვილი ბიზნესი ზარალში არ წავაჩენს და ჩვენ გადავით ყველა ფასების მატებას იხდის უბრალო მოსახლეობა. ჩვენს უგზე გადაივლის ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. მე ის მიყვარს რომ ჩვენ ვყიდით ელექტროენერგიას. რატომ უნდა გვესდებოდეს ფასი არ ვიცი. აი ვის თურქეთზე რომ ვყიდით, იმათ თუ ესდება ტარიფი. გაიზრდება. აისახება. ხო გეუბნებით, მარტო მაცივრების ხარჯი გაიზრდება და იმ პროდუქტის შენახვის პირობები რო დაიცვას მაღაზიამ, უნდა გაზარდოს ფასი. სხვა გამოსავალი არ აქვს. მომწოდებელმაც უნდა გაზარდოს ფასი. ეს რატომ აწყობს ოცნებას? რატომ გაზარდა რეალურად დენის ტარიფი თქვენი დაკვირვებით? არ ვიცი, წყალი რა მქონი არ გაწვირებულა. ფინარაში მოდის ხარი და ჩვენ დენი რატომ გვიწვირდება ვერ ხდები. რას ფიქრობთ დენის ტარიფების გაზრდაზე? როგორ აისახება ჩვენ ცხოვრებაზე? ეს პირდაპირ აისახება ჯიბეს. რა თქმა უნდა. გააძვირებს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ცხოვრება გაძვირდება. შეიძლება ისე არა როგორც. მაგრამ რაღაც გარკვეულ რაღაცა დააწובה ჯიბეზე ჩვენს მოქალაქეებს. ჯერ ცხოვრების გამოსწორებას უნდა ესადოს ყველა და მერე უნდა დააწესოს ტარიფების მატება და ყველაფერი. ან რაღაც სუბსიდიით უნდა დაეფარა ეს ყველაფერი და მოქალაქე ჯიბეზე არ უნდა დაწოლილი იყოს. პარლამენტში შექმნეს კომისია, რომელიც მუშაობს საკვები პროდუქტების ფასების შემცირებაზე. არა, ეს ყველაფერი. გაქვთ მოდით რომ გაიაფთება საკვები პროდუქტების ფასები? სალამ გაიაფთება მოსახლეობამ უკვე ვერ ამოისუნთქა ხო? ვირდება პირიქით. ცი გაიაფთა, მაგრამ კვერცი და შეკარით ხორიაცები. ადამიანს ბევრი რამე სჭირდება ცხოვრებისას. ჩვენების თავრობა არის მეთქი, ცუდი მეთქი, ეს არ გამომივიდეს მე. ანუ აკეთებს, მაგრამ ვერ აკეთებს ისე რაფერს საჭიროა. აი მაგათ რას აკეთებს? რა გააკეთა ხალხისთვის, რაც არა, აი სახა კარგად. შევცოდე, რა ვიცი ახლა ყველაფერი თქმა არც მინდა.
მაგრამ ადამიანებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, რომ ცხოვრების დონე შემსუბუქდეს, რაღაცით მაინც. ადამიანს ხელფასი ნორმალური, პირობები ნორმალური ხონდეს, რომ გადასახადებიც გადაიხადოს. გაიზარდა ეკონომიკა საქართველოში 10%-ით, ამას გვეუბნება მთავრობა და ირაკლი კობახიძე. თქვენ პენსიები გაზარდეს. 20 ლარი. მე ვარ მაგალითად პენსიონერი ვარ, საკითხი არა. ანუ ძალონებში მუშაობ. და მაგ 425 ლარი. გამით ყველაფერი უნდა ვიყიდო, ხო? ცხოვრების დონე რა ვიცით ის უნდა გაუნჯობესო ცხოვრება, მაგალითად, წამალში მეყოფა თუ რაში მეყოფა? რაში ყოფნით ეს 425 ლარი? არც არაფერი. მე როცა ქვეყანას 27 წელი ვემსახურე, ალბათ იმის ილუზიას უნდა გველეს, ამე დავისმენო თავი. ხო? ამდენი წელი როცა სახელმწიფოს ემსახურები, იმან რაღაცის საშუალება ხოლმე მოგწეს, მაგრამ ეს საშუალება ჩვენთან არ არის. ეს უკვე ილუზია, ანუ ვერ ისმენთ. ილუზია, უბრალოდ, ანუ 10%-ით იზრდება, 10%-ით უნდა გაიზარდოს ჩვენ ჯიბეზე თორე. ეკონომიკა გაზრდილა და მოსახლეობაზე არასახულა რა აზრია. როგორ ხდება ეს თუ კიდე იზრდება ეკონომიკა 10%-ით, ჩვენზე რატომ არ აისახება ეს? რასთან გვაქვს საქმე? რა ვიცი, აბა. რასთან გვაქვს კორუფციას, რა ვიცი. და თუ უკვე დასარს იხდიდით, თვეში ახლა მოგივა თუ 125 ლარი დაახლა. ძალიან ცუდი. უნდა გავაპროტესტოთ, აუცილებლად. დენის ტარიფის გაზრდა გააძვირებს პროდუქტებს, ხო? რა თქმა უნდა. ამავდროულად გაზრდილია, მედიკამენტების გაზრდილია, ყველაფერი გაზრდილია. ხელფასების გარდა. თუმცა მუშაობს პარლამენტში კომისია, რომელსაც სხვადასხვა მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს. მისთვის მუშაობს. რა უნდა გეძვიდება, აბა რა სიზავს? დენი მოიმატებს, ახლა გაზმა თუ მოიმატა ის რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ქვია, ხო? დენის ტარიფზე, გაზის ტარიფზე, ყველაფერი მაგის მეშვეობით იწარმოება და შესაბამისად მოიმატებს მას ყველაფერს და ისევ გაჭირებული ხალხი ჩავარდება უკიდურეს მდგომარეობაში. შევქმნით კომისიაო და ეს კომისია ეზრუნებს იმაზე, რომ ფასები სადაა შემოგივლე? რა სადა არის მე შედეგი რა ზრუნავს მე გავიგე. მაღაზიაში შედი რა ყველადე ფასები მატულობს და რა ზრუნავს ეს კომისია. არ გაიაფთ არაფერი, არ გაიაფთ არაფერი. კვერცხი გაიაფთაო 2 სად გაიაფთ? სად გაიაფთ შემოგივლე გაიაფთ და 7 ლარი და 5 ნახევარი და 6 ლარი ვის კვერცხიდან რა. სადაა გაიაფებული? სად დახულობს ეს ხალხი გაიაფებული? მე ვერ დახულობ ეს მაღაზიაში გაიაფებული და. როგორ გაიაფე? ფისიმწას მოლომაკვირებს რომ შედი ის არის რა. ასეთ გაიაფებული არა მაღაზიაში შეხვალ სესხლე გიდება ყველაფერს. განამარტო კვერცხი, კაცო. კვერცხზე ხო არა მთელი ადამიანი მარტო კვერცხზე ხო არის დამოკიდებული. კვერცხზე რამდენი დάμε უნდა ადამიანს ხო? სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები რომ შეამციროს ტარიფები, აქციზების შემცირება შეუძლია. არის კიდევ რაღაცები ისეთი რომლის განხორციელებით შეიძლება ეს შემცირდეს ტარიფი და არ გაიზარდოს. და ძიმეიმად არ დააწვეს გაჭირებულ ხაზზე. რატომ არ ეკეთებ? ისე გაჭირებული ყველაფერი ისა რა ქვია. როგორც მოხსენება ხედავთ რა მდგომარეობა. რატომ არ ეკეთებენ ამას? არ აკეთებ ალბათ თავის ინტერესში არის ეს რა ვიცი, ეხლა რატო არ აკეთებენ რა ვიცი. რაზეც ზრუნავს თქვენი დაკვირვებით ქართული ოცნება და ივანიშვილი? ხაზზე რო აზრუნავს ეს ნამდვილი არა. სხვა მაგრამ შემოსავლები იზრდება, ამას გეუბნება ჩვენ მთავრობა. აი 10% გაიზარდა ეკონომიკაო, თქვა ესეთია. სტატისტიკის მონაცემები. აი ეს ეკონომიკა გაიზარდა შემოსავლები. აგე გაიარდა, კითხე ხას, კიდე ვის ეკონომიკა გაიზარდა? რომელიც? ვის ეკონომიკა გაიზარდა თქვენ დაკვირვებით? ალბათ მაგათი რა. ვისი? ხელისუფლების ალბათ, აბა რა ვიცი ეხლა. ხალხი ვისაც მეხვდები, აი ჩემი ხალხი, ყველა გაჭირებაზე ლაპარაკობს. უბრალო ხალხმა რა ქნას? რო კიდულობდა 10 სარკმელს, შევიდი და იყიდა 6 კვერცხი. კიდულობდა 5 სარკმელს, კიდულობს 3-ს. სტუბარი ვერ მიდის, ის ვერ მიდის და რა ვიცი, ყველაფერი იკარგება. მე დაკვირვებით, რატომ არ ცულეთ, რატომ არ უმჯობესდება ხალხის მდგომარეობა? ალბათ არ არის მის ინტერესში, ალბათ ეხლა აბა დაინტერესებული რო იყოს, გააკეთებს, ხო? ხო და რატომ შეიძლება მთავრობის ინტერესში არ იყოს ხალხის კეთილდღეობის გაზრდა, ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა? შეგა შენ იქამდე მიყვარმა დავას გიდაბათ მივიდო ისა ხო? გაქვთ მოდები რომ გაიაფთება საკონტროლო პროდუქტების ფასები? არ მგონია. არ გაქვთ. სადაც აქამდე არ იყო ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით, ამიტომ არ მგონია არც გამიორდეს ცვლილებები. ხო ეს კომისია ხო მუშაობს პარლამენტში, რომელსაც მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს მუშაობს, მაგრამ ჩვენ მოსახლეობამდე შედეგი არ მოსულა, ვერ დავინახეთ. რატომ ვერ აისახება ეს მოსახლეობაზე? სახელმწიფო ეს ბიუჯეტი ძალიან დაბალია და ამიტომ ხალხი ვერ ყიდულობს იმას, რაც მას სჭირდება. თუ ეკონომიკა იზრდება, რა პროცედენს დაზელაპარაკობს ირაკლი კობახიძე. რატომ არ აისახება ეს ჩვენს ცხოვრებაზე?
ვერ აღვიქვამთ ჩვენ ამას ახლავს ამ ფასებთან დაკავშირებით და არ ვიცი, ამიტომ და ამ დენის ტარიფების გაზრდა, რა არის გასაგები მიზეზები თქვენთვის, რა დაასაბუთა ეს ოცნების მთავრობამ, რატომ გაიზარდა დენის ტარიფი? იცით რა, ეხლა ალბათ მათი ინტერესები უფრო აღიკვეთება ამ სფეროში, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის. მათიდან გამომდინარე აზვირებენ ამ ტარიფებს და მოსახლეობაც მერე თავისთავად ვალდებული ხდება, რომ აუწყოს ამ გაძვირებულ ტემპს ნაბიჯი და მიყვეს. ან რას გულისხმობთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნავს რეალურად ქართული ოცნება და არა ხალხის საჭიროებებზე? სავარაუდოდ ელექტროენერგიის მომატება არა მარტო ელექტროენერგიის აქ მომატება მოხდება, რაფერს ერთი არგუმენტი ქონდნენ კვერცხზე. კაროჩი, კვერცხი გავაიაფეთ. კვერცხის გარდა და დანარჩენი ყველა პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდება. გლეხ კაცს უჭერს, რომელიც უბრალოა, პენსიონერს უჭერს. ხო და პირიქით ელოდა ეს ხალხი. 20 ლარის მომატება, კაროჩე და არ გაქვთ იმედი, რომ გაიაფთება ეს საკვები პროდუქტები? შექმნილია კომისია პარლამენტში, რომელიც სწავლობს ამ საკითხებს. იბარებენ იქ ბიზნესმენებს. რა თქმა უნდა არ მაქვს. პირიქით გაძვირდება ძმა. უთუმეტეს ელექტროენერგიის მომატების შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია საწვავზე და ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაძვირება რამოდენიმე დღეში აისახება. ახლა ნებისმიერ პროდუქტს შემოზიდვა პროდუქტების გაყიდვა იქ ხო მაღაზიაში უნდა შეიტანონ და რა ყველაფერი პირიქით გაძვირდება. აი რასთან შეიძლება გქონდეს საქმე თქვენი ვერსიები? უკვე თვითონაც ვერ აკონტროლებენ იმას რაც ხდება. ქაოსია ძმაო ქვეყანაში. არ არსებობს ქვეყანა ძმაო, არ არსებობს სადაც პარლამენტართან შედარებით პენსიონერს ჰქონდეს 30-ჯერ მეტი ხელფასი, ხო? 12-დან 17,000-ამდე. კი, აი თქო 14,000 ლარია უკვე ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარეს. აქ 1,400 ხონდა იყოს, 10% მაინც რო უნდა იყოს. აქ 1,400 ნახდათ უნდა იყოს დღევანდელ ცხოვრებაში. რაშია რეალურად საკმარისი ეს პენსია? რაშია? მოგეუბნები, 1-3 დღეში ახლა გურიაში წავალ, იქ არის ოპტავოი პატარა მაღაზია, ვიყიდი 5 კილო კარტოფილს, 1 შოკოლის სკვილს. კაროჩე, მარა მე უცხოეთში მყავს, გოგო. შენ რა გონია გული მტკივა? გოგო, ყავს უცხოეთში, რომელიც გვაფინანსებს ევროპაში, არა, იქეთაც, კანადაში. იქიდან მაფინანსებს ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის გადასახადი, ყველაფერი გადასახადი. ზია? თან აგზავნის 1000-1500 ლარს საჭმელი, მოგინ ოჯახში ვარ მე და მეუღლე და კიდე ერთი გოგო. აგი რო არ იყოს ის რომ ემიგრანტებს ახლა თან შეუზღუდეს საარჩევნო ხელისუფლება, ამაზე რას ფიქრობ? შეუზღუდავდა, მაგრამ რასიზამდი 90% ემიგრანტი წინააღმდეგი ხო მთავრობის. რა გააძვირებს ეს ცხოვრებას? გასაკვირველია, მაგრამ ალბათ წყალის დაემატება და ასე მისდევს ერთმანეთს. ეს გაზრდის ჯობია რომ გაიაფთეს არ ჯობოდა. რატომ გააძვირეს თქვენი აზრით? წარმოდგენა არ აქვს. შეიძლება რომ არგუმენტები მოიყვანონ ყველანაირად. მაგრამ არ არის გამაჯერებელი? არა, არ გჯერა. რატომ არ გჯერათ? შეიძლება დააკლდათ რაც ხაში ბიუჯეტს ან რაც ხას დააკლდათ სხვანაირად. საკო პროდუქტების ფასების გაიაფებას ელოდებით, რა ხან შექმნილია უკვე კომისია? მეგონი ამას მისდევს ახლა პროდუქტების გაძვირებაში და პურიც რო გაძვირდეს, რატომ არა? რატომაც არა? ხო, მაგრამ პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც მუშაობს ამ ფასების შემცირებაზე. გაქვთ თუ არა მოდელი რომ გაიაფთება საკო პროდუქტები? აწეული აღარ დავარდება. ამდენი ელექტროსადგურები გვაქვს და კიდე დენი უნდა გაიზარდოს. აი ეს არგუმენტები თუ მოისმინეთ სემეკის, რატომ გაძვირდა ელექტროენერგია საქართველოში, მათ თქვენს რომ მოხმარება გაძვირდა, ასევე ინვესტიციები უნდა ჩადონო კომპანიებმა, ენერგოკომპანიებმა ამ სექტორში და ამიტომ გაიზარდა დენის ტარიფი. არ თუ ეს მისაღები და გასაგები არგუმენტები თქვენთვის? მაგი უბრალოდ არის პიარი რა, სხვა არაფერი. სპეკულიანტობა არის. სინამდვილეში რატომ გაძვირდა? რა იყო რეალური მიზეზი თქვენი აზრით? არ ყოფნით თანხა. ვის? სახელმწიფო. როგორ აისახება ეს ფასებზე, რას ელოდებით? ძალიან ცუდად. იმიტომ რომ ყველას დაეთყობა, ყველას ჯიბეს. აი საშუალო ფენას ყველას შეაწუხებს ეს სიტუაცია. დენის ტარიფის გაზრდა. დენის ტარიფის.
ყველაფერი გაძვირდება კიდე შესაბამისად. თუმცა მთავრობამ შექმნა კომისია პარლამენტში, რომელიც მუშაობს სურსათის ფასების გაიაფებაზე. გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ გაიაფდება პროდუქტის ფასები? და ვისი არის ეს მაღაზიები რა, ეს მთელი ქსელები. მათია ისე, ვინც არის კომისიაში და აზრი. 10%-იანს დაზელაპარაკობს ირაკლი კობახიძე, როცა ეს ეკონომიკას კარგია თუ ეხება. იზრდება რა. რეალურადაც რომ ასე იყოს, ძალიან კარგი იქნება. რატომ არ აისახება ეს ჩვენ ცხოვრებაზე? არ არის და იმიტომ. ანუ რეალურად არ გვაქვს ეს ზრდა, ხო? შესაბამისად. არ თუ არ გასაგები რის გამო გაზარდეს დენის ტარიფი? არა, სამწუხაროდ ინფორმაცია არც მაქვს მაგაზე. გაქვთ ისე მოლოდინი რომ გაიაფდება რამე პროდუქტები, თქვენ საკვები პირიქით პროდუქტები? თუ არ გაძვირდა ყველაფერი. რატომ? დაკლებასთან დაკავშირებით არც პროდუქტებთან ამსგავსი არაფერი. და თავისთავად არც ტარიფებთან. არასრულებს ოცნება დაპირებებს მათქეს რომ პოლიტიკასთან საერთოდ შორს. შექმნა ის პარლამენტში კომისია, რომელიც მუშაობს ფასების შემცირებაზე. გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ გაიაფდება საკვები მაგენი კვერცხს აიაფებენ ამ ეტაპზე და სხვა თემებთან დაკავშირებით არც ალიათ რა. კვერცხზე გაიაფება არაფერს არ წარმოადგენს ჩვენთვის. კარგად იყავით.